თუ დავფიქრდებით, მივხვდებით, რომ სახლი არა მხოლოდ ჩვენს კარს მიღმა არსებული 4 კედელია, არამედ ის საერთო სივრცეა, რომელიც მთლიანი სამეზობლოს უსაფრთხოებას, ბედნიერებასა და კომფორტს ქმნის. სწორედ საერთო კეთილდღეობაზე ზრუნავს კომპანია Citycom, რომელიც 2017 წლიდან მოყოლებული სამეზობლოს პირველ ქართულ ციფრულ სივრცეში კომფორტულ და მარტივ მეზობლობას აერთიანებს. Citycom ეს არის პირველი ქართული სამეზობლო ციფრული სივრცე, რომელიც მეზობლებს და სამეზობლოებს ეხმარება თანხის შემგროვებაში და მის გამჭვირვალედ განკარგვაში. ჩვენ გვაქვს აპლიკაცია, რომელიც უკვე ბაზარზეა 8 წელი. გუშინ Citycom-მა პირველი კონფერენცია გამართა კორპუსის მენეჯერებისთვის. ღონისძიებაზე Citycom-ის ერთგულ მომხმარებლებს უმასპინძლეს, რომლებმაც გამომსვლელებისგან უკეთ შეიტყვეს თუ როგორ მართონ სამეზობლო ეფექტურად. პირადად შეხვდნენ და გაიცნეს Citycom-ის გუნდის წევრები და განახლებულ პროდუქტებზეც მიიღეს ინფორმაცია. უკვე გამოცდილმა კორპუსის მენეჯერებმა კი ახალბედა Citycom-ელებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს სამეზობლოს მართვასთან დაკავშირებით. მოხარულები ვართ, რომ პირველი კონფერენცია ჩავატარეთ ჩვენი მომხმარებლებისთვის, ერთგული კორპუსის მენეჯერებისთვის და ამ კონფერენციის მთავარი დანიშნულება არის, რომ გავაცნობთ ჩვენს მომხმარებლებს თუ როგორ მართონ კორპუსი უფრო ეფექტურად და რა თქმა უნდა დავაფასოთ მათი ყოველდღიური შრომა და ზრუნვა მათ სამეზობლოებზე. Ვიცით რომ მოაერთიანებთ რამოდენიმე ათას სამეზობლოს საქართველოს მასშტაბით. დღეს უმასპინძლა სამეზობლოებს მიზანი იყო ერთი რომ მეზობლებს გაეცნოთ სამეზობლოებს გაეცნოთ ერთმანეთი იდეები გაეცვალათ და ინიციატივები დაეყენებინათ მათი მიზნების მისაღწევად. Citycom-ში მუდმივად ზრუნავენ სამეზობლოს კომფორტზე. მომხმარებლებს კი ყოველთვის მხარს უჭერენ საინტერესო წამოწყებებში. ახლაც Citycom-ის Facebook გვერდზე კონკურსი იყო გამოცხადებული. პირობები მარტივი იყო. იმერთ სამეზობლოს, რომლის კორპუსის კეთილმოწყობის იდეის კომენტარიც ყველაზე მეტ მოწონებას მიიღებდა, Citycom-ი ინიციატივის განსახორციელებლად 5000 ლარს გადასცემდა საჩუქრად. გამარჯვებული 2000-ზე მეტი მოწონებით ქეთა კანთარია გახდა. მისი იდეა ეზოს გამწვანებასა და მოსასვენებელი სივრცეების შექმნას ეხებოდა. სწორედ გუშინ გამართულ კონფერენციაზე გადასცეს გამარჯვებულს მოგებული თანხა, რომელიც Citycom-ის სამეზობლოს ბალანსზე დაურიცხეს. კომპანიის ინიციატივით ფულადი ჯილდოები გადაეცათ მეორე და მესამე ადგილის მფლობელებსაც. Citycom-მა ჩაატარა კონკურსი, სადაც დავაჯილდოვეთ სამეზობლო, რომელსაც ყველაზე გამორჩეული სამეზობლო იდეა ჰქონდა და ყველაზე მეტ მეზობელმა დაუჭირა ამ იდეას მხარი. რა თქმა უნდა, მხოლოდ ერთი გამარჯვებული არ გამოვავლინეთ, იმდანაც ბევრი იდეა შემოვიდა, ჯამში 600-მდე სხვადასხვა სამეზობლომ თავის განსხვავებული იდეები და ინიციატივები დაგვიტოვა და ჩვენ გადავწყვიტეთ ჩვენი Citycom-ის გუნდის მიერ ერთობლივად, რომ გამოგვევლინა მეორე და მესამე ადგილის სამეზობლოები და ასევე სამი რჩეული სამეზობლო, რომლებსაც ასევე დავაჯილდოვებდით და გადავცემდით ფინანსებს იდეების განსახორციელებლად. სრულად შემთხვევით წავაწყდი ამ შემოთავაზებას, რაც Citycom-დან იყო მოსული. ჩვენი კორპუსი ვიცი რომ თანამშრომლობს და ვიცი რა პრობლემებიც უკვე მოწესრიგებულია მათი დახმარებით და ისეთი უჩვეულო იყო დღესდღეობით რომ ხელა ფულადი ჯილდოს შემოთავაზება, რითაც მართლა შეიძლებოდა გარკვეული ინიციატივის დაფინანსება. ჩემი იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ ჩვენთან აიძა პირველადი საჭიროების, ესე ვთქვათ, პანდუსი და კიბე არის მოსაწესრიგებელი, უჭირთ მოხუცებს და ბავშვის მშობლებს განსაკუთრებით. მოვიგე პრიზი, მესამე ადგილზე გავედი. ჩვენი ინიციატივა იყო ასეთი, რომ ფანჩატური გაგვეკეთებინა ეზოში და უფრო მყუდრო გარემო შეგვექმნა, სადაც კონტაქტი შეეძლებოდათ მეზობლებს, გავიცნობდით ახლოს, ახალი სამეზობლო ვართ, ახალი კორპუსია და ეს ინიციატივა გვქონდა. რაც შეეხება Citycom-ს, ამ მიზნის განხორციელებაში მნიშვნელოვნად დაგვეხმარა ამ კონკურსით, სადაც მოვიგეთ 5000 ლარი და ასევე გვინდა ჩვენი გამოცდილებით Citycom-თან თანამშრომლობით ვთქვათ, რომ ეს არის კომპანია, რომელიც ძალიან ზრუნავს თავის პარტნიორებზე, სამეზობლოზე და თუ ვინმე ეძებს ასეთ პარტნიორს სამეზობლოსგან საერთიანებლად, მაშინ ეს არის სწორი ადგილი, ძალიან ლოიალური კომპანია არის. უკვე 8 წელია Citycom-ის მთავარი მისიაა მეზობლებს დაეხმარონ მდგრადი, მეგობრული და უსაფრთხო სამეზობლოს შექმნაში. სწორედ სამეზობლოზე ზრუნვას ეხებოდა გუშინ გამართული კონფერენცია, სადაც არაერთი მნიშვნელოვანი თემა განიხილეს და დამსწრე აუდიტორიას Citycom-ის სამომავლო გეგმებიც გაანდეს. ღონისძიების დასასრულს Citycom-ისა და მისი მეგობარი კომპანიებისგან ერთგულმა მომხმარებლებმა სამახსოვრო საჩუქრებიც მიიღეს.